დიახ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეცოპერაცია ნარკოტიკების წინააღმდეგ და დაკავდა 34 პირი, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორც პირველებმა გადაადგინა, ესენი არიან აზერბაიჯანის სახელმწიფოს მოქალაქეები. როგორც ვიდეო კადრებიდან დგინდება, რომელიც თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, საუბარია დაკავების კადრებზე და ასევე ოპერატიულ მასალაზე. ერთ-ერთი სპეცოპერაციის კერა იყო ფონიჭალა, საიდანაც აიყვანეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, მსხვილი ნარკო რეალიზატორები. მათ შორის დაკავებულები არიან დამდებებიც და ნივთი მტკიცება დამოღებულია რამდენიმე დასახელების მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ცეცხლსასროლი და საბრძოლო იარაღები და მათ შორის ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მოიპოვეს დაკავებულმა პირებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მინისტრის მოადგილემ ჩაატარა, მას არაფერი უთქვამს, როგორ შემოვიდა ამ რაოდენობის დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები ქვეყანაში. თუმცა თქვა, რომ წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მორიგ ჯერზეც დააკავა 40-მდე პირი. Нет, то, что я скажу, но как вас Какой разница, давайте. ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პირადი და საცხოვრებელი სახლების შრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ფენტალინი, ჰეროინი, მეტადონი, სუბოქსინი, მარიხუანა და სხვა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული პირები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ნარკოტიკების გასაღებას ახდენდნენ როგორც ხელიდან ხელში, ასევე დადების პრინციპით და მოპოვებულია მათ წინააღმდეგ ათობით აუდიო და ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომელიც ფარულად მიაყურადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. ისინი ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან, არიან წინასწარი მოთავსების იზოლატორებში და ცოტა ხანში სავარაუდოდ მათთან შევლენ მათი ადვოკატები, რომლებიც სასამართლო პროცესზე დაიცავენ უკვე მათ უფლებებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს დაკავებების მორიგი სერია დაანონსა, თქვა, რომ ნარკო რეალიზატორების და ეგრეთ წოდებული დაკავებული დამდებების რიცხვი კვლავ გაიზრდება მომდევნო დღეებში, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, როგორ ხდება საქართველოში ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა და ვინ დგას ნარკო რეალიზატორების და დამდებების უკან.